სალამი გოგოშკებო. ხორლო პერიოდში ეს არის ჩემი საყვარელი საუზმე, ეს არის ქათმის ფილე ლავაშზე, ცოტა ზეთი. ესე შემწვარი. ყველს კიდე დავამატებ. Dankeschön. 2 წლის წინ მაისს მე ვიყავი 70 კილო. არ მომწონდა ჩემი თავი. იმიტომ რომ ეს მე არ ვიყავი. ანუ ჩემთვის რომ ეს ბუნებრივი მდგომარეობა ყოფილიყო, ეს არ შემაწუხებდა, მაგრამ ეს მე არ ვიყავი. და ამიტომ გადავწყვიტე 2 წლის წინ 26 მაისს და დავიწყე ჩემი გზა 70 კილოდან. ნაწილ-ნაწილ დავიკელი, ჩემს კვებით აშლობას ვუსმენდი, მაგრამ დავიკელი. და დღეს მე მომწონს, როგორ გამოვიყურები, მე მომწონს ჩემი გამოსახულება სარკეში, იმიტომ რომ ეს ემთხვევა იმას თუ ვინ ვარ მე. ანუ ჩემი თავის ხატს, რომელიც მე მაქვს ჩემში, ახლა ვემთხვევი. რა თქმა უნდა, სამუშაო კიდევ ბევრი მაქვს, მაგრამ ანუ როგორც აუცილებელი მინიმუმი, აი ეს უკვე მაქვს. და მე გადავწყვიტე, რომ აი ამის აღსანიშნავად, ამის იუბილეზე, რაც შეიძლება ბევრი გოგო გავაბედნიეროთ და ძალიან მიხარია, რომ უამრავი მწერთ და უამრავი ადამიანია, ვისაც ნამდვილად უნდა. ჩემმა საყვარელმა პაულო კოელიომ თქვა, თუ რაღაცა გულით გინდა, მთელი სამყარო დაგეხმარება ამის მიღწევაშიო. თუ შენ გულით გინდა, რომ შენი თავი დაინახო სარკეში, ისეთ როგორც შიგნიდან იცი რომ ხარ, ანუ ახლაც შენ ხარ და ახლაც ძვირფასი ხარ. მაგრამ როცა შენი მე შინაგანი და გარეგანი ერთმანეთს ემთხვევა. ეს ბედნიერებაა. გარდა ამისა ეს ჯანმრთელობა, ეს ენერგია, ეს სიცოცხლეა, ეს სიხარულია და მე მინდა რომ ის ვაჩუქო ყველა გოგოს. ადგილები არის შეზღუდული, საფასური არის სიმბოლური 20 ლარი. ერთმა მომწერა, ერთმა თუ ორმა ადამიანმა, აბა უფასოა. 3 კვირა, წონაში კლება, საგრძნობი, სამოტივაციო, მენიუები, ანუ კვება, ვარჯიში, ანუ ფიზიკური აქტივობა, მოტივაცია, ეს ყველაფერი 20 ლარად. ეს არ არის საჩუქარი, ეს არ არის უფასო. ეს არის უფასო. მე მინდა რომ ყველა ქალი, რომელიც მზად არის მოძებნოს 1000 მიზეზი იმისა, როგორ ჩადგეს ფორმაში. არა 1000 მიზეზი იმისა, როგორ არ გამოუვა, არამედ 1000 მიზეზი იმისა, როგორ გამოვიყვანთ ერთად. აი ასეთებმა მომწერეთ და ჩაერთეთ ჩვენს საყოველთაო მარათონში. ყველა ქალი უნდა დაფრინავდეს ისე, როგორც მე დავფრინავ, როგორც ჩემი მარათონელი გოგოები დაფრინავენ და აი არ ვიცი, ყველასთვის მინდა ეს სიხარული. ეხლა პირველად გადავიღებ ტრენდზე, რომელიც ანუ მუსიკაზე ვიდეო, ანუ პირველად ცხოვრებაში. და ისეთი სიამოვნება მივიღე, რომ ვერ წარმოიდგენთ. აი თითქოს ხო არაფერი არ არის რა. მაგრამ ძალიან დიდი რაღაცაა სინამდვილეში. ასე შენ თავს იბრუნებ. შენ თავს რო იბრუნებ, შენ გზას იბრუნებ და შენ გზას რო იბრუნებ, შენ ცხოვრებას იბრუნებ. და ეს იცი რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ შენ აქრისთვისაც მოხვედი. იმას შეასრულებ, შენს დანიშნულებაში შეასრულებ და ბევრ სხვა ადამიანს კიდე გააბედნიერებ, რასაც ახლა მე ვაკეთებ. შეიძლება ეს იყოს მენტორობა, ან სრულიად სხვა რაღაც, ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ სანამ შენი თავი დაკარგული ყავს, სხვას კი არა, შენ თავსაც ვერ ეხმარები. და მე მინდა რომ თქვენ ყველას ხელი ჩაკიდოთ, ყველას. აი ასე დავდგეთ ყველა იმ წრეზე ხელი ჩაკიდებულები და აი ასე იბრუნოს ჩვენმა სიკეთემ და სიყვარულმა და ყველამ, ვისაც ეს გინდათ, ვინც მზად ხართ, რომ დამიჯეროთ, მენდოთ, გამომყვეთ და შეასრულოთ ჩემი სიტყვა,
მომწერეთ, სანამ არის ადგილები, ჩვენ საცლარიან მარათონში გელოდებით და ძალიან მიყვარხართ, ხო, კიდე იცოდეთ, რომ მოკლე პასუხებს გწერთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი წერება და ფიზიკურად ვერ ვახერხებ, რომ დიალოგებში შემოვიდე და არ გამინაწყენდეთ. მილამშვიდობისა. აბა როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით? დღეს შევეცდები გადავიღო მთელი დღის ვლოგი დილიდან საღამომდე, იმიტომ რომ ჯერ ერთი მინდა რომ ეს ამბავი გავაგრძელო და მე მეორეც ვფიქრობ, რომ საინტერესო და სტრესულიც ალბათ იქნება დღევანდელი დღე. იქიდან გამომდინარე, რომ მე მივდივარ კაბილის ყბასახის ქირურგთან, რომელმაც უნდა მითხრას, რა ბედი ეწევა ჩემს კაბილებს. შესაბამისად ემოციური იქნება ცხადი. ხოდა რა ვინახთობა? 5 საათზე უნდა ვიყო იქ. სად? გეტყვით ახლა. ესე პირად კი ამახსოვს გლაღიძეა თუ მელიქიშვილია, ზუსტად არ მახსოვს, ახლა გეტყვით. ლაღიძის 8 ნომერი. ხო, არ ვიცი, ტაქსი რამდენად წამიყვანს. ტაქსით ვაპირებ, იმიტომ რომ იქ მუშაობს. მე არ ვიცი იქ სადმე გასაჩერებელს ვერ ნახავ, არ ვიცი ზუსტად რა ადგილას არის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ტაქსით წავიდე. მე ფეხით გავისე ნოროს თაღზე, შევიდე გალერეად პირში და ასე შემდეგ. ხო და მოკლედ თქვენთან წაგიყვანთ, რა თქმა უნდა, ამ ჩემს მოგზაურობაში. გოგოებო, ვისაც გინდათ წონაში დაკლება, 20 ლარად მეცინება რომ ვამბობ, ანუ სამკვირიანი მარათონი, ჯანსაღი დაბალანსებული კლებით, ჯანსაღი დაბალანსებული რაციონით, ანუ არა ისეთი დაბალი კალორაჟით, როგორიც არ შეიძლება, არამედ ჯანსაღი, როგორც ვამბობ, დეფიციტით, დაბალანსებული კვებით, ცოტა გემრიელობებითაც, ანუ გულისხმობ, რაც გვიყვარს ჩვენ გოგოებს ყავასთან მისაყოლებლები და ასე შემდეგ. აი ესე სამკვირაში რომ დაიკლოთ მაგალითად გაჩნია რამდენი გაქვს დასაკლები 2, 3, 5, 7, ანუ ეს არის რეალური. გაჩნია წონას გოგოებო. პატარა წონა ვისაც აქვს, ისინი 2-3 კილოგრამს დაიკლებენ, ვისაც დიდი წონა აქვს, საშუალო უბრალოდ 4, 5, 6, აბა 5, 6, ვისაც დიდი წონა აქვს, შეიძლება 7-ზე მეტიც დაიკლოს. ანუ მე ვამბობ ძალიან საშუალოს, ხო ხდებით და ვისაც გინდათ ესეთი აქცია უპრეცედენტო აღარასოდეს აღარ მექნება. არ ვიცი მართლა ეს მაისი არის ჩემთვის ჩემი ესეთი თვე რა საიუბილეო თვე, როცა მე გადავწყვიტე რომ და დამეკლო და დავიწყე და დავაყენე ჩემ კლებას საშველი, ასევე ჩემი ევას დაბადების თვეა მაისი და მინდა რომ რაც შეიძლება ბევრი გოგო გავაბედნიერო და თუ ჩემი YouTube მაყურებლებიც მათ შორის იქნებით ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ იცით თქვენ როგორ ძალიან მიყვარხართ. ეს ევას ნასკებია გუშინ გამოვიტანებ და ჩამეცვა სუფთებია, არის ფიქრობთ რამე. ხო ხო და მოკლედ მომწერეთ მესენჯერში ნინი კვირიკე მწერია ქართულად 20 ლარი არის მართლა სიმბოლური დაფასული, აი ფაქტიურად კი არა და უფასოა, ხო? 3 კვირა არავინ არ იმუშავებს 20 ლარი. მაგრამ ანუ კარგი დარტყმითი დაწვითი, დადნობითი შებრძოლება იქნება ცხიმთან და კარგი ძვრა და мотиваცია ყველა იმ ქალისთვის, ვისაც უნდა რომ დაინახოს პირველი შედეგი და მე თქვენ გეცოდინებათ, შეგიძლიათ ჩემს შემდეგ მარათონებში სულაც არ გააგრძელოთ და თქვენით გააგრძელოთ, იმიტომ რომ ამ 3 კვირის განმავლობაში უკვე გეცოდინებათ, თქვენ როგორ იკვებებით, როგორ ვარჯიშობთ, ანუ ვარჯიში იქნება ისეთ, რომ ყველა რო შეძლებს რა, ყველა რაღაცა ისეთი რთული და რამე არა.
ხო, შესაბამისად, ვისაც გინდათ გოგოებო, სანამ დროა მომწერეთ, რა თქმა უნდა, თავში მაქვს გარკვეული ოდენობა და აი ეს ოდენობა უნდა აიკრიფოს ადამიანების, იმაზე იქით აღარ წავალ. ამიტომ მე რომც მომწეროთ და ძალიან ახლობელიც რო იყოს ის ადგილები თუ შეიძლება, სავარაუდოდ არაფერი აღარ გამოვა. ამიტომ ვისაც გინდათ მომწერეთ, გამოგიგზავნით რეკვიზიტებს, თანხას ჩაისხავთ და მოხვდებით მარათონში. ანუ ჯგუფში რამდენიმე დღეში დამატებით და მარათონი დაიწყება 16 მაისს. ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთით, რა ვიცი, ნამდვილად არაფერს არ დაკარგავთ და შეიძლება კი არა. თუ დამიჯერებთ და ყველა რეკომენდაციებს შესრულებთ, წონას დაკარგავთ. სხვას არაფერს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ყველაზე ერთგული მაყურებელი, ყველაზე მეტად ხართ ხოლმე დაჩაგრული, რადგან არასდროს არ მხედავთ ხოლმე ლამაზ ფორმაში. გადავწყვიტე, ყავა აი ასეთ ფორმაში მოვადულო და ერთად დავლიოთ, აბა რა სიტყვით. ეს ყავა გოგოებო, ვიყიდე, ევა ჯერ არ მყავდა, იკაც არ მყავდა გაცნობილი მაშინ და ერთხელაც კი ანუ მეცვა სახში და რომ მოვიზომე მაშინაც, მაგრამ სადმე არსად ეს ყავა არ მცმია. ნახეთ უბრალოდ რა სილამაზეა. უბრალოდ შეხედეთ. ხოდა, ეხლა კარგად მაქვს. კარგად, მაგაი ზუსტად ყველგან მშვენივრად კარგად, მაგ იდეალურად. 8 წლის წინანდელი 8 წელი გავიდა, ბავშვიც გავაჩინე. მომიმატე კიდე, დავიკელი კიდეც. ჩვენ გოგოებო. ლამაზია? ევას უყიდოთ ლამაზი ყაბა მერე, ევასაც. ორები გოგოების. ამას ცოტა დიდია. ეს ჩემია. შენც გიყიდი, შენთვის. მე მგონი არა. შენაფერი გინდა? Pink. Okay. Show them. შენ pink. კი, shoes, Max pink. Fast food-იც უნდა ვჭამო. ტრა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა. ნამაინც უნდა გავხდე. მე ხო ეგრე დავიკელი, ყველაფერს ჭამდა ეგრე. ვერდო რა ბედნიერება და როგორ მიხარია, მე ჩემო ბევრი გოგოს ვასწავლო ასეთი რაღაცა. ნუ რა თქმა უნდა, ჩემს მარათონში ჩემი დაწერილი მენიუ იქნება და კალორიების დათვლას რო ვსწავლობთ, ის ხვა მარათონი მაქვს, მაგრამ მაინც მაგალითად გუშინ მომწერა თორნიკე და ანდრიას მასწავლებელმა და მითხრა, რომ ჩემი რჩევებით YouTube-ზე და TikTok-ზე რასაც უყურეს, ინტუიციურად 26 კილოგრამი დაიკლო და ყველას, ვისაც გარშემო ვეუბნები და ვურჩევო, ყველამ დაიკლო. ანუ ორგანიზმს უსმენს და საკვების კალორიულობა შეისწავლა, ანუ ენერგეტიკული ღირებულება და 26 კილოგრამი დაიკლო. ასე რომ, სრულად უფასოსაც შეიძლება, 20 ლარად შეიძლება და ჩემი მთავარი თერაპიული მარათონითაც ხო შეიძლება და შეიძლება. აბა, ეხლა მოვანდუღოთ ყავა. მე და თქვენ და დავლიოთ გემრიელი კოფე. უნა კარგია. რა ბედნიერი, იცით რა ბედნიერი ვარ. აი პროსტა ვერ აგიწერთ რა ბედნიერია. თუ კი ვინმეს ეს განგიცდიათ, ვისაც უფრო სწორად ეს განგიცდიათ, სადა ჩემი ყავის მად უყარა ოღონდ. აქ არის ხოლმე. აი. ვისაც ეს განგიცდიათ გოგოებო, წონაში კლების ბედნიერება, ოღონდ ნახეთ როგორი მარტო ის არა წონაში დაიკელი. ანუ ვინც გძნობდით, რომ თქვენ არ იყავით სანამ ანუ არიან ადამიანები, ვისთვისაც წონა ჩვეულებრივი მოვლენა არის და ანუ თავს საკუთარ თავად გრძნობენ. ანუ მე ჩემი თავი არ ვიყავი. სულ მაგას ვამბობდი. ჩემი მთავარი мотиваცია იყო ის, რომ მე ვყოფილიყავი ჩემი თავი. აბა, ყავა. და ახლა მაქვს ზუსტად ეგ, რომ მე ჩემ თავს ვგრძნობ ჩემ თავად. ხვდებით? და აი ეს არის შეუდარებელი ბედნიერება. წონის კლება კი არა, არამედ აი ეს.
ნაკლები გამოუვიდა, მაგრამ იმედია გემრიელი იქნება. 6 გრამს უკეთებ ხოლმე და 5 იყო. აი იყოს. ხოდა ასე ჩემო გოგოშკებო. დროა. ვიქცე. იმას რა ქვია, ჭუპრი? თუ რაღაცა? პეპელად. ხო დრო არა. და სიტყვით. მე თო ჩემო. არაფერს არ მოაქვს ესეთი ბედნიერება, როგორც შენ თავად ყოფნას. ეს არა მარტო ვიზუალს, არა მარტო წონას. ეს ეხება აბსოლუტურად ყველაფერს. ყველა სფეროს. როცა იმას აკეთებ, რაც შენია. როცა იმას სწავლობ, რაც შენია, როცა იმათ ეურთიერთები, ვინ შენია, როცა იმათ არ ეურთიერთები, ვინ შენი არ არის და შენ, ანუ ყველაფერი გადამული. ჩემი წამალი. ეს ADHD-ს წამალს გულისხმობ, ქალებო. ეს ჩემმა გამომწერმა მაჩუკაის ფეხსაცმელი არ მახსოვს რომელმა ეს ძალიან კაი ფეხსაცმელი ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ ცოტა დიდი უნდა მქონდეს ისეთი სტილი, რომ ფეხის უწინ მიდის და თუ პატარა გაქვს ვერც ჩაიცვა. ანუ ეს წვეტიანია და თან დახრილი. ფაქტიურად ფეხის თითებზე გეხარ. ხო და ეს აუ როგორ არ მინდა დღეს იქ წასვლა, მაგრამ უნდა წავიდე. თბილის ამბავზე. და ისე უნდა დავამთხვიო, რომ ჩემს მარათონს არ დაემთხოს და ჩემ გოგო ეს ჩიფჩიფანინი არ ყავდეთ, არამედ მოტივაციის დედა. მარათონი დამთავრდება, მე გავხდები ჩიფჩიფა. ცოტა ხნით არ აუშავს. მე ჩიფჩიფანინიც მიყვარს. უბრალოდ მინდა რომ მაქსიმალური მოტივაცია ვიყო გოგოშკებისთვის. ეს წავიღოთ. ოღონდ უნდა დავდო რამეზე, თორე უეჭველი დავხრი. როგორ გავხდეთ? აუ რა საყვარელი სიმღერა, იგიცი ამდენი ხანი მქონდა შენახული, მინდოდა მაგაზე გადაღება. ნახე პროსტა მე რომ მიყვარს ისეთი, ოღონდ წავიღებ კი? მივიტან კი? აბა, თქვით. სტავკები გააკეთეთ. აუცილებლად ეს ხელში წავიჭირო. Da 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 na 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 ვიტანე, ისე არაფერი არ დავამძრიე. ისე არაფერი არ დავამძრიე. აი მე კარგი გადაჩვოლი ვარ გოგოებო მაღალ ქუსტებზე სიაო სრულიად. იმიტომ რომ ხო სრულიად ყოველთვის კონკია ვიყავი. გავიხსენოთ აბა ჩვენი თავები. ქალებო. ძირფასებო. გოგოშკებო, ლამაზებო. მინდა რომ გითხრათ ეს თქვენს, ანუ YouTube-ზე თუ თქვი და აქაც მინდა რომ გითხრათ ეს კაბა. აი ეს კაბა. მე ვიყიდე მესამე შვილის გაჩენამდე. ანუ ევა არ მყავდა. 8 წლის წინ ვიყიდე და ერთხელაც არ მწმია, ანუ როგორ არ მწმია, მეც ვარ როცა მოვისინჯე, ეს ჩემი სტილია და ანუ ხდება ეს ჩემს ფიგურას, ჩემს ხასიათს, ჩემს ტიპას. ვიყიდე, მაშინ გავისინჯე, კარგად მქონდა ზუსტად და მე ერთხელ სახში მოვისინჯე და მორჩა. იმის მერე ნელ-ნელა მოვიმატე
მე დავორსულდი, მე 3 წელი მასე ვიარე, ანუ ორსულობის შემდგომ იწონა, პლუს დავამატე, ძალიან რთული პერიოდი მქონდა ემოციური კვება და სანამ მორალურად მზად არ ვიყავი, არ დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ კალორიების ჯადოსნობა მე 2010-11 წლიდან უკვე ვიცი, არა 10 წლიდან უკვე დავიწყე და 11 წლიდან უკვე ვიცოდი კარგად. მიუხედავად მაგისა, ევა 2020-ში გავაჩინე და 3 წელი ისე ვიარე, ანუ არ დავიწყე, რადგან მორალურად მზად არ ვიყავი და ეს კაბა და კიდევ რამდენიმე ტანსაცმელი, რამდენიმე შევინახე იმისთვის, რომ დავიკლებდი და ვიქნებოდი ისევ იმ ფორმაში, რომელშიც ადრე და ვიცოდი, რომ აუცილებლად დავიკლებდი, იმიტომ რომ მე როცა რაღაცას გადავწყვეტ, შანსი არ არის ხოლმე, ხო მე ერთო ჯანმრთელობა მოგვეცი და რაღაცა რაც მიღწევადია, შანსი არ არის, რომ ეგ ჩვენ ვერ გავაკეთოთ. თუ საკმარისად გვინდა. რა თქმა უნდა, ვიმუშავე ემოციურ კვებაზე, ვიმუშავე კვებით აშლილობაზე და ძალიან დიდი გზა გავიარე და ეხლა აი აქ ვარ თქვენს წინაშე და ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ეს კაბა ჩამეტია. მე 3 შვილის დედას, რომელსაც მეუბნებოდნენ, რომ ბავშვების მერე აღარასოდეს იქნება სხეული ისე და ესე. უი, აქ დამიწერა ერთმა, რომ შენო ისო მუცელი რომ მოჭრილი გაქო, ეგეც უთხარი ხალხსო. მე ძალიან ბევრჯერ მაქვს მოყოლილი, რომ აბდომინოპლასტიკა მაქვს გაკეთებული, მაგრამ ისიც მაქვს მოყოლილი, რომ მე აბდომინოპლასტიკა იმიტომ არ მაქვს გაკეთებული, რომ ცხიმი მაქვს მოჭრილი. არა, მე ყოველთვის ესაგებულება მქონდა ეგრეთ წოდებული მსხალი, ანუ წვრილი ზედა ნაწილი, წვრილი წელი და ცოტა პუტკუჩა ქვედა ნაწილი. ეგეთი სხეული მაქვს და მე როცა ვიმატებ ფეხებში უკან და მერე უკვე მუცელიც, მკლავებიც, სახეც მოდის, რა თქმა უნდა, ყველგან ვიმატებ, მაგრამ ყველაზე მეტად პრობლემურ ზონებში მეტყობა ხოლმე წონა. ხო და რო დავიკელი, თორნიკე და ანდრია მყავდა მიყოლებული, 18-ის ვიყავი თორნიკეზე და 20-ის ვიყავი ანდრიაზე, მოვიმატე ერთხელ 27 კილო და მეორედ 21, ორივე დავიკელი, თორნიკე დავიკელი 8 თვეში და ანდრიას წონა დავიკელი 9 თვეში და აი მაგის მერე დავედი 45 კილოზე, ვიყავი, ანუ წარმოიდგინეთ, რომ 77 კილო ვიყავი ჯერ, მერე ჩამოვედი 52-მდე, მერე 72-მდე ავედი, მერე 50-მდე ჩამოვედი და მერე კიდე პლუს ჩამოვედი 45-მდე. ანუ წარმოიდგინეთ, სხეულმა რამდენი ის განიცადა, ხო, წონის სხვადასხვაობა პლუს მუცელი. ნუ მე არასოდეს ძალიან დიდი მუცელი ორსულობაშიც არ მქონია, მაგრამ მაინც. ხო, შესაბამისად არ ვისვამდი არანაირ ზეთს, არაფერს, ექიმი რომელთანაც დავდიოდი მას მეუდა ჰორმონებს, რომელიც საერთოდ არ მჭირდებოდა, როგორც მერე გაირკვა და ეს იწვევდა კუშინგისკენ მიდრეკილებას, კუშინგის სინდრომისკენ იწვევდა სტრიებისკენ მიდრეკილებას და საშინელი სტრიები მქონდა მუცელზე. და რომ დავიკელი, ნახეთ, 45 კილო რო ვიყავი, აი ეს ნაწილი მუცლის, ცარიელი კანი, აი ესე იყო, აი ხელში ესე ჩემს ორ მუჭაში ესე მეტეოდა და ესე რომ ჩამოვიწევდი, აი ხო იცით ძალიან მოხუც ადამიანს რო აქვს ძალიან დანაოჭებული სახე. ყველას კიდე არ უნდა აოჭდება ესე, აი ნაოჭებისკენ მიდრეკილი სახევისაც, აი ძალიან. აი ესე დანაოჭებული იყო აქ კანი ქვემოთ. ისეთი დაკომპლექსებული ვიყავი, რომ არც საცურაო კოსტიუმს არ ვიცვავდი. საერთოდ ანუ არ შემეძლო, წინაც კი არ ვიხრებოდი. მაშინ ჩემი თავის სიყვარულთან არ ვიყავი კარგად სხვათა შორის და კი აბდომინოპლასტიკა გავიკეთე და აი აქედან აქამდე, აი ესე ვარ გაჭრილი, კოჭიპიც გადაადგილებულია, მაგრამ ამას ჩემი ზღეულის აგებულება არ შეუძლია. მე გუგა კუზანოვი მეხვეწებოდა, რომ ეს ოპერაცია არ გამეკეთებინა, მე ვუმედა იმხელა ფართუკებს, აი დიდი წონა რომ დაიკრეს და რამის მუხლებამდე აქვთ მუცელიო, კიდე ცხიმიც აქვთო, კანჭა, მაგებს იკეთებენ, შენ არ გჭირდებაო, პროსტა 1-5 კილო მოიმატეო და მორჩაო. ნეტა დამეჯერებინა, მაგრამ არ დაუჯერე. საშინელი პოსტ პერიოდი მქონდა, გრძნობელობა 10 წელი მიბრუნდებოდა საერთოდ. ხო და მოკლედ, რა ვიცი, შრამიც აი აქედან აქამდე მაქვს. ნუ რა თქმა უნდა, არ ჩანს ისეა გაკეთებული არც ბიკინის შემთხვევაში, მაგრამ მაინც, ნუ ხო, და არის მოშორებული მხოლოდ კანი, რომელიც გუგა კუზანოვმა მერე მითხრა 300 გრამი იყო. 300 გრამი კანი მაქვს მოშორებული. მუცლის მოჭრა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მინდა ვთქვა და მე არასოდეს არ დამიმალია, ყოველთვის ვამბობდი მაგას, აი რა მაქვს და სამალი, რატო უნდა დავმალო. თუ რამე არ მინდა რომ ვთქვა, არც ვიტყვი და ვერც ვერავინ მაიძულებს რომ რამე ვთქვას, მაგრამ რაც არ მინდა რომ ვთქვა, მაგრამ ნახეთ, მე ხალხს არასოდეს არ მოვატყუებ. აი ეგ არის.
მე ყოველთვის ვიკლებდი ჩემი შრომით და ვიკლებდი დეფიციტით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გარდა მაგისა, მე უკვე ვიმუშავე ემოციურ კვებაზე, კვებით აშლილობაზე, აი ძალიან ბევრი გოგო მწერს ხა ჩემს 20 ლარიან მარათონში, რომ კვებითი აშლილობა აქვს. ანუ კვებითი აშლილობა 3 კვირაში არ გადის. კვებითი აშლილობა წონაში კლებით არ გვარდება. ანუ კვებითი აშლილობა სჭირდება ძალიან დიდი ხანგრძლივი ფსიქოლოგიური, ფსიქოთერაპიული მუშაობა, რაც მე მარტო გავიარე ჩემ თავთან და როგორც მე ჩემ თავს ვუშვერა და ამაზე უამრავი ინფორმაცია, უამრავი უახლესი გაიდლაინები მაქვს მოძიებული. უდიდესი ცოდნა, უდიდესი დრო მაქვს დახარჯული. ყველა მეუბნებოდა რომ მივსულიყავი იმასთან, უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ მე მინდოდა რომ ეს ყველაფერი მე მცოდნოდა და ჩემი აი ამ ყველაფრის მესაჭე მე უყოფილიყავი. და კი ბატონო, ასეც გავაკეთე და ყველა ადამიანს ვისაც ეს გინდათ ამ გზას გადიხართ, იცოდეთ რომ უძლიერესები ხართ, აი საოცარი ხართ და არასოდეს არ დანებდეთ. და არავინ არ მოგატყუოთ და არ გითხრათ რომ ეს არ ინკურნება. ანუ ნახეთ როგორც ყოფილი არსებობს მწეველი, ყოფილი არსებობს ნარკომანი, ასევე არსებობს ყოფილი ეს საკვები აშლილობა, ვისაც კვებითი აშლილობა ვისაც ქონდა. ჩვენ ამის მართვა შეგვიძლია ვისწავლოთ და მართვას რო ვისწავლოთ, ეს არის განკურნება უკვე. ხო, და მე მინდა რომ რაც შეიძლება მე გოგოს დავეხმარო, დაიბრუნონ საკუთარი თავი ისე როგორც მე დავიბრუნე და ეს მარათონის ამკვირიანი არის აი ესეთი დარტყმა წონაზე, პლუს მოტივაცია, მინუს კილოგრამები, გემრიელი კვება, დაბალანსებული კვება და რა ვიცი 20 ლარად ახლა მართლა იმდენად სიმბოლური თანხაა რომ საჩუქარია. ხო, და მუშაობასაც შეეხება, აი ამ ყველაფერზე, ამ დიდ სამუშაოზე, რაც მე გავიარე, ეს ცალკე სხვა მარათონი მაქვს ამისთვის გოგოებო და იქ ვასწავლი ამას, რომელიც აქამდეც მქონდა და რომლის შესახებაც გიყვებოდით ხოლმე. ამის თქმა მინდოდა. იქიდან დავიწყე რომ მინდოდა მე თქვა რომ აი კაბა რომელიც მე ამდენი წლის წინ ვიყიდე და ასეთი იმედით ეკიდა ჩემს კარადაში თავიდან იდო დამალული რო არ დამენახა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ხდებოდი რომ ხედავდი, იმიტომ რომ საერთოდ ანუ თავის მეტი არაფერი მეტეოდა იქ. ხო და ანუ მხრებზეც კი არ ჩამომდიოდა, მივხვდეთ ისა მე თხელი მხრები მაქვს. ხო და მერე უკვე ცოტა რომ შევამჩიე ესე 57 კილო რო ვიყავი და რო ვიგძენი რომ დადგებოდა ამის რომ მერე უკვე დავკიდე იქ და უყურებდი ხოლმე. მეგონ მერე უკვე აღარ ცუდად აღარ მოქმედებდა პირიქით მოტივაციას მართებდა და დღეს ახლა გამოვყარე საზაფხულო რაღაცები აგერ მიყრია და მეთქება მოდი ჩავიზა და გადავირიე გავბედნიერდი უზომოდ და მინდა რომ ეს სიხარული ყველამ გამოსცადოს და იცოდეთ რომ თუ თქვენ აღარ მოძებნით 10,000 მიზეს რატო არ გამოგდით და მოძებნით 100,000 მიზეს იმისა რატო უნდა გამოგივიდეთ აუცილებლად გამოგივათ. გაგაცეთ. მინდა გითხრათ გოგოებო რომ აუ ეს ვერ გავათრიერთი აქედან ეს წერსასრუტი ვითომ ვიყენებდე მაინც ისე მიდევს თავთან. მინდა გითხრათ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩემი YouTube-ის მაყურებელს, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩემი სიყვარული. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც მე დღემდე მოსვლაში დამეხმარა, ვისაც მე ყოველთვის ვუყვარდი, ყოველთვის მხარს მიჭერდა, როცა უამრავი ადამიანი ცდილობდა დავებულინგებინე წონის გამო, იმის გამო რომ არ მქონდა შესაბამისი თუნდაც კამერა, თუნდაც განათება, რომელთაც შევძლებდი რომ გადამეღო, ანუ არანაირი პირობები, ჩამოხეული კედლები და ასე შემდეგ. თქვენ ამ დროს ჩემს სულს ხედავდით და ჩემს გვერდით იყავით და მე ძალიან დიდი გზა გავიარე და თქვენ გჯეროდათ თქვენ ჩემთან იყავით, ვინც იმ დროიდან ჩემთან ხართ, თქვენ გჯეროდათ ჩემი და ჩემთან იყავით და ახალც ჩემთან ხართ და ეს ჩემთვის არის ისეთი ძვირფასი, ისეთი შეუფასებელი, ისეთი საოცარი, რომ ანუ აი სიტყვებიც კი არ მაქვს რა. ძალიან მიყვარხართ, უზომოდ მიყვარხართ და ჩემი საოცრებები ხართ ყველანი. ძალიან დიდი მადლობა ამ გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის. სულ ვამბობდი მე იმას, რომ მე არ ვიცოდი, რომ ADHD მქონდა, მაგრამ სულ ვამბობდი, რომ მე არ მჭირდება ვიღაცების ბოღმა და იმის ჩამოთვლა რა მინუსები მაქვს, იმიტომ რომ ყველამ თავისი მინუსები ყველაზე კარგად თვითონ იცის და მეც ვიცოდი და მე ვისაც უყვარდი, ისინი
ხედავდნენ თუნდაც 100 წუთში ერთ კარგს და იმაზე მიმახვილებდნენ ყურადღება და ესიც ყურადღებას და ეს ჩემთვის იცით რა იყო? აი წყალს რო ყვავილს დაუსხავ, ეგ იყო მე ეს მაძლევდა ენერგიას ზრდისთვის შეცვლისკენ. არა ის, რომ ვიმე რა ცუდი ხარ და პირიქით ეგ мотивაციას უკლავს ადამიანს და მე კიდე როცა გავიგე რომ ADHD მაქვს, იქ ვუსმინე რომ ADHD-ის მქონე ადამიანები განსაკუთრებულად მტკივნეულად აღიქვავენ დესტრუქციულ კრიტიკას და ესეთი ამოფრქვევა აქვთ ხოლმე გაბრაზების, იმიტომ რომ ვერ იტანენ უსამართლობას და იმიტომ რომ ძალიან გრძნობიარეები ვართ. ხო და აი ასე გამახსენდა ჩემი თავი, გამახსენდა ჩვენი გზა, რომელიც ჩვენ ერთად გავიარეთ და ძალიან მიყვარხართ, ძალიან მადლიერი ვარ თქვენი და სანამ მე ვარ, არასოდეს არ მიგატოვებთ თქვენ, სულ ვიქნები თქვენთან, სულ აი ესე მექნება ღია ჩემი გულისკარი თქვენთვის, როგორც ყოველთვის მქონდა და ყოველთვის მე მახსოვრებით ის ადამიანები, ვინც ყველაზე რთულ მომენტში ჩემს გვერდით იდექით, თითოეული ლაიქი, თითოეული კომენტარი, ყველა მახსოვს, ყველა სახელი მახსოვს და ანუ ვინც აქტიურად იღებდა რა თქმა უნდა მონაწილეობას ამ ყველაფერში. მერე ბევრი ადამიანი მოდის, როცა უკვე რაღაცად იქცევი და რაღაც გზაზე დადგები და ფორმა მოგეცემა, მაგრამ ყველაზე ძვირფასები ისინი არიან, ვინც მაშინ მოვიდა, როცა ნული იყავი, ანუ ნული არა შინაგანად, არამედ გარეგანად გამოხატულებით და მინდოდა თქვენთვის მეთქვა ძალიან დიდი მადლობა და ის რომ ძალიან მიყვარხართ და ჩემს გულში ხართ. ნახეთ რა სიხასხასეა, კიდე არ ჩანს. ხალხო გარეთ ვიყავით, კარფურში რაღაცები ვიყიეთ, ავასლაბო ვუყიდა, სეტყავს შემოკიდებული. ხა მე ჯერ სახლში შევჭამ და მერე წავალ თაკბილის. ასევე რაღაცები ვიყიდეთ კიდე განახებთ. ნახეთ რა საყვარლად ის პროსტა შეხედე. ხო ამბობდი, კარგი ექიმია თქო ეს კი ამენამდე. ასალი ვიყავით და თქვენც მართალი იყავით.